ჩვენთან ერთად არის თემუკა მოსულიშვილი, რომელიც რა თქმა უნდა, ესე იგი გაგვიმხელს სხვადასხვა საიდუმლოებებს, რაც შეეხება ტექნოლოგიურ სამყაროს და პირველ რიგში, ესე იგი ჩვენ გვაქვს მე და ჯონის ასეთი კითხვა, ქეთი გუნცაძე იყო შემოსული ცოტა ხნის წინ და გვითხრა რომ პოპულარული ხდება, ხო, დიახ. ძალიან პოპულარული ხდება თურმე AI სათამაშოების დანერგვა ბავშვებში. AI-ს როგორც კი ვახსენებთ, ეგრევე შენი სახელი მოდის. რა თქმა უნდა. და ვიფიქრეთ მე და ჯონი, რომ აუცილებლად უნდა ვკითხოთ თემუკას ეს ამბავი, რა რისკებთან გვაქვს საქმე. როგორ მოგატყო მაინც და მაინც ინფორმირებული არ ვარ ხელოვნური ინტელექტის და სათამაშოების თან. მაგრამ აი როგორ გგონია? დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი საფრთხესთან იქნება ასოცირებული, იმიტომ რომ თუ ეს სათამაშოები ინფორმაციას აგროვებენ, ბავშვების ხელში ხდება, ამ ინფორმაციას მე როგორ ამუშავებენ, სადმე აქვთ, რისთვის გამოიყენებენ, რეკლამის გასაყიდად, თუ იმისთვის რომ სათამაშო უკეთესი იყოს, სათამაშოს ამდენ სჭირდება საერთოდ ხელოვნური ინტელექტი და ესეთი ჩახლართული ინტერაქცია ბავშვთან. მაგაზე დავსვავდი პირველ რიგში კითხვა. შეიძლება მარტივად რომ გამოკაჩოთ რაღაც ერთი სიტყვა კითხოს, ეგეც საკმარისი იყო. ჩემი აზრით. ხო, მარტივად. რატომაც? ყველაფერს ჩახლართო არ არის საჭირო. ჩემი აზრით ერთ-ერთი ბოლო თემაც ზუსტად ნუ ზღაპრებზე რო იყოს დაგებული ეგ საკმარისია იქ რომ დავაბდავ. აღჭირდება ხო ზედმეტი შესწავლა შეგვიძლია მოყვეს ზღაპარი ან რაღაცა ლექსის რაღაცა ზედმეტი ინტერაქციაში შეიძლება ცუდი სიტყვების ასავლოს მე ბავშვს და ხო როდესაც ბავშვებს ეხება საქმე იქ ექსპერიმენტების ჩატარება მე მგონი ზოგადად აი ზამით არ არის რეკომენდირებული კი. პირველი თემა რაც მინდა რომ რითიც მინდა რომ დავიწყო რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნური ინტელექტის ფარული ფასი. ფარული ფასი და რას გულისხმობ ახლა ამაში. მოგეხსენებათ ყველას, რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარს. არერთხელ გვისაუბრე ამაზე ჩვენც და ზოგადად ეს ცნობილი ფაქტი არის. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ დატა ცენტრს აშენებენ ამერიკელები, კონკრეტულად ამერიკელები ამ შემთხვევაში. თუმცა სამყაროშიც. თუმცა ბევრ ქვეყანას ამ ცენტრების აშენება არ შეუძლია. ძირითადად ჩინელები, ტაივანელები, ამერიკელები. იმ ქალაქებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ეხმადობა ადმინისტრაციამ ძალიან დიდი ახალი პროექტი დაიწყო, სადაც ძალიან ბევრი დატა ცენტრს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში აშენებენ. იმ ქალაქებში, სადაც ამ ცენტრებს აშენებენ, ელექტროენერგიის ფასი რადიკალურად იზრდება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაახლოებით წარმოიდგინე 25%-ით იზრდება რიგითი ოჯახისთვის ელექტროდენზე გადასახადი. წარმოუდგენელი. არარეალური ფასი არის. ეს ბუნებრივია, რომ ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში. რატომ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეს ამბავი, რომ ეს ცენტრები თვითონ საშეღავათო ფასებით სარგებლობენ, აქედან გამომდინარე იმაზე ბევრად დაბალ ტარიფს იხდიან, ვიდრე ნორმალური ბიზნესი გადაიხდიდა. შესაბამისად, ელექტროკომპანიებს აბსოლუტურად мотиваცია აქვთ, რომ ესენი ძალიან ხშირად ააშენებენ, ძალიან დიდი სუბსიდიები მოდის ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობისგან და ისინი სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში როგორც არის, მაგალითად, ჩემს სახლამდე ვიღაც ხვის სახლამდე დენი მიიყვანონ, გამართონ თუ ეს დენიც თუშობს, ამას აღარ აკეთებენ, იმიტომ რომ პრიორიტეტული არის ამ ცენტრებზე მორგება. ეს ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ისე დონეზე არის მიშული, რომ არიზონას შტატში სადაც ყველაზე დიდი ეს დატა ცენტრი უნდა აშენდეს და მიმდინარეობს, მოსახლეობა, ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტის ნიშნად, ნუ ქუჩაშიც გამოვიდა, სასამართლოში იჩივლეს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობა იძახის, რომ ეს კი შესაძლოა გაძვირდეს, თუმცა ამას დაარეგულირებენ და თან იმდენად მაღალ შემოსავლიან სამსახურებს მოიტან შტატში და ქალაქში, რომელიც ავტომატურად დარეგულირდება, თუმცა ახლა თქვენც რო იყოთ არიზონას შტატის მაცხოვრებლების ადგილას 25%-იანს და არაფრის ფასად არ აიტანებთ. მე ეგრე ნამდვილად ის კი არა გულების ხდება ჩვენთანაც არ გადაწყვიტონ ამ დატა ცენტრებში. ეგ იცით როგორ არის? სომხეთში გადაწყვიტეს მაგალითად. რამდენად ეს შესრულდება და სრულდება არ ვიცი, არ ვადევნებ ამ საკითხს. ანუ ჰიპოთეტურად აი მართლა რომ გადაწყვეტეს აშენება საქართველოში. არ დავიღუპებით, მაშინ ჩვენი ისიც გაიზრდა. იგივე საფრთხეს არ ვიტყოდი. ახლა როგორ არის ჯონი, შეიძლება გაძვირდეს. იქ ლაპარაკი არის რომ ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობამ შტატის მთავრობამ ასევე კარგად არ განსხვავდეს პოტენციური რისკები, ინფრასტრუქტურა კარგად არ შეამზადეს სამხელა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის და ასე ბევრი მექანიზმი არსებობს რომ იმისთვის რომ ეს არ გაძვირდეს. იქ მე რასაც ხვდები, უბრალოდ აიღეს რაღაც ქალაქი, თქვენს აქ ავაშენებთ და არ იფიქრეს იმაზე რა შეიძლება ამას მოყვეს ცუდი. თუმცა აი მაგალითად საქართველოში თუ აშენდა, რაც არ ვიცი, შეიძლება რეალური არის, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან დიდი ენერგორესურსები აქვს, ჰიდროენერგიაზე მაქვს ქალაქი. შეიძლება დენი ცოტათი გაძვირდეს, იმდენად ბევრ მაღალ ანაზღაურებად სამსახურს მოიტანს და იმხელა ინდუსტრიას გააღვივებს საქართველოში,
რომ ჯობია ეს ინდუსტრია გავაღვივოთ და მე ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს დენის გადასახადი რამენერად დავარეგულიროთ. ჩემი საზრით შეიძლება არაპოპულარული იყოს, თუმცა ეგრე არის. შემდეგ ანუ არ აქვს ცდება ეგ მაინც. არა, იგი ახლა იმის ლაპარაკი ეს მოხდება თუ არ მოხდება ჯერჯერობით ფიქცია არის. ჯერჯერობით მაგაზე ლაპარაკი მე რამდენადაც ვიცი არ არის. ხო და სანამ ავაშენებთ მოდი წინასწარ გადავწყვეტოთ ეს ამბავი და რატომ არის რომ ჯერჯერობით მაგაზე ლაპარაკი ეს სტრატეგიული წარმოება არის ეს ჩიპები რომელიც აქ წარმოება ეს საქართველოს ჯერჯერობით მოკლამაზე ლაპარაკი არ ვიცი. Amazon-მა და OpenAI-მ ანუ ChatGPT შობელმა კომპანიამ გადაწყვიტეს დაპარტნიორება. რატომ არის ეს აღსანიშნავი? რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, იმიტომ რომ OpenAI წლების განმავლობაში ექსკლუზიურად თანამშრომლობდა Microsoft-თან და Amazon-თან მათი პოტენციური თანამშრომლობა უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგიური ბალანსი, ტექნოლოგიურ სამყაროში ბალანსი უფრო სწორედ დაირღვა და Amazon-თან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პირობა არის, რომ OpenAI-მ ნელ-ნელა უნდა ჩააჩოჩოს Nvidia-ს ჩიპები, რომელიც საკმაოდ ძლიადღირებული და საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიური ჩიპები არის, და დაიწყოს მოხმარება Amazon-ის ჩიპების. თუმცა ამავდროულად OpenAI-ს ცალკე აქვს Amazon-ის სხვა დივიზიასთან გაფორმებული მრავალმილიარდიანი ხელშეკრულება. შესაბამისად ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ახალი შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ OpenAI იმ შეთანხმების, პირველი შეთანხმების თანხის სრულად ათვისებას მოახდენს. თუ დაიბენით მარტივად მე უკვე ხვდები რომ რაღაც აფიორასთანაა. აი მარტივად ფაქტიკა მიდის ამბავი. მოკლედ ესენი დაპარტნიორდნენ, ის შედეგად შეიძლება OpenAI-ის პოტენციურად ღირებულება ბაზარზე $500 მილიარდ გადააჭარბოს. თვითონ კონტრაქტის ძალიან ბევრი მილიარდიც არის დადებული. თუმცა ეს ერთი ჯიბიდან ამოღებას და მეორეში ჩადებას გავს. რაც როგორც ყოველთვის. შენ რო ამბობდი ბუშტის. აი ზუსტად მაქედან მივდივარ ჯონი. სავარაუდოდ აღვიებს კი ეჭვს, რომ ეს ისე გუშტი იქნება, რეალურად არანაირი ეკონომიკური დოლარი უკაცრავად არ შეიქმნება, უბრალოდ Amazon-ი ამოიღებს 1 ჯიბიდან და OpenAI-ს მეშვეობით ჩაიდებს მეორეს ჯიბეში. ამის შედეგად OpenAI-ს ღირებულება გაიზრდება და Amazon-ი ფულს დაატრიალებს, ჟარგონულად რო გითხრათ, მოკლედ. ანუ Amazon-ი აძლევს OpenAI-ის თანხას და რომელსაც ის მე უბრუნებს. OpenAI-ს აქვს ვალდებულება, წინ არის ვალდებულება Amazon-თან, რომის ამ დროს თემუკამ როგორც თქვა, არაფერი ისეთი დოლარი არ იხია არის. არანაირი, კი. ეს არის ჩასაჭიდი, არაფერი არ ხდება. სერიოზული ისე ამ ინდუსტრიას უკვე ჯერ კიდევ როდის ვლაპარაკობდით ჩვენ ამ თემაზე, ძალიან დიდი ხანია უჩივიან, რომ აი ესეთი სპეკულაციები და ესეთი მოქმედებები ტექნოლოგიურ ინდუსტრიას საბოლოო ჯამში ძალიან სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანს. შევარდნაძის დროს მაგის გულისთვის ციხე არ აცდებოდა. იქ ამათი დამჭერი არ არის. უსაკონლო ოპერაციები იყო ასეთი. ცუდი. ო, კაი მაგალითი არის სხვა ჩვენს. თუმცა ხო ესეთი მრავალმილიარდიანი ოპერაციები კიდე სადამდე მივა, ეგეც ჯერ კიდე არავინ არ იცის, მაინც იმედი ეკამდე არ მივა საითკენეს ექსპერტები იძახიან რომ მივა, თორემ ცუდი რაზეც შენ საუბრობდი თორემ ამბავი, კი. ნახოთ. ესე იგი TikTok-ის გაყიდვის ამბავი უკვე ძალიან დიდი ხანია. რა გადაწყდა ბოლო-ბოლო გაგვაგები. საბოლოო ჯამში გადაწყდა, ესე იგი მრავალწლიანი საგა შეგვიძლია ვთქვათ. მრავალწლიანი მართლაც ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს დაიწყო. მოკლედ საბოლოო ჯამში ესე გადაწყდა ეს ამბავი. რამოდენიმე დიდმა ამერიკულმა კომპანიამ შეისყიდა TikTok-ის დიდი ნაწილი. თუმცა არა სამართავი პაკეტი, ეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს სამართავი პაკეტი ვის რჩება საბოლოოდ? 19.8% თუ არ მეშლება თუ 9% შეება ByteDance. ეს ByteDance არის ზუსტად ის ჩინური კომპანია, რომელსაც არის დანარჩენი პატარ-პატარა წილები გადანაწილდა 3 ამერიკულ კომპანიაზე, რომლის სახელებიც არის Oracle, ცნობილი ღრუბლოვანი კომპიუტინგის, ანუ ღრუბლოვანი ოპერაციების კომპანია, კი ბოდიში ყოველგვარ გადავთავაზე, Silver Lake და MGX. ამერიკული კომპანიები, ყველას დირექტორი არის ძალიან ცნობილი ამერიკელი მილიარდერი. 30.1% რჩება სხვა აქციონერების ხელში, რომლებიც იყვნენ სანამ ამერიკულ კომპანიაზე გაიყიდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ეს აქციონერების კონკრეტულად ვინ არიან, ესე ცნობილი არ არის. შეიძლება ისინი ჩინელები იყვნენ, შეიძლება ასევე ამერიკელები იყვნენ, ну ეგ არ ვიცი. რომ სოფლიოს სხვა კუთხეები. კი. თუმცა სამართავი პაკეტი ესე ანუ 50%-ზე მეტი არც ერთ კომპანიას აღარ აქვს, რაც იყო მიზეზი ამ შეთანხმების. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არის, რომ TikTok-ის მთელი ფასი სინამდვილეში არ არის ინფრასტრუქტურა, როგორც ტექნოლოგიური კომპანიების ზოგადად ინფრასტრუქტურა, მათი ფასი არ არის ხოლმე. თუმცა ეს ნელ-ნელა იცვლება ამ დატა-ცენტრებით. არის მისი ალგორითმი, რომელიც ძალიან სწრაფად ადაპტირდება, ძალიან სწრაფად ერგება მომხმარებელს. რეალურად ეს რაღაცა გადაწყდა, რაც საკმაოდ საინტერესო პრეცედენტი არის ჩემი აზრით. ეს ალგორითმი თავიდან გაიწვრთნება ამერიკის მოსახლეობას. ანუ
ფაქტობრივად მოხდება TikTok-ის ორად გაყოფა. ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ მოვლენებს იმისთვის, რომ კარგად გამოჩნდეს რა მოხდება. იქნება ამერიკული TikTok-ი და იქნება TikTok-ი დანარჩენი სამყაროსთვის. და ესე ძალიან არ უნდა გაგვიკვირდეს, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, უკვე დიდი ხანია ჩინეთში TikTok-ის სწორედ ამ პრინციპით ოპერირებს. ჩინეთში TikTok-ი არ ქვია, თუმცა ჩინურ მოსახლეობაზე აბსოლუტურად სხვა ალგორითმი მუშაობს. ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნუ ჩინელებზე მორგებული. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი ეს ამბავი ხო იყო ატეხილი ხალხო, იმიტომ რომ ტრამპის ამბავში იყო ხო დაპირება, რომ TikTok-ი გახდება ამერიკულიო და ეს იყო მთელი ამომავალი წერტილი ამ ყველაფრის. რეალურად გახდა თუ არ გახდა TikTok-ი ამის შედეგად ამერიკული. კითხვის ნიშანი რჩება ჯერჯერობით. ამერიკული კომპანიები შევიდნენ კი დააძალეს გაყიდვა, თუმცა რამდენად ჭეშმარიტად ამერიკული კომპანია ჩამოყალიბდა TikTok-ი, ეს მე მგონი ახლა ნათლად ჩანს, რომ ჯერჯერობით ესე არ არის. დროსთან განმავლობაში ამოხდება, ვნახოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ასევე იყო უკაცრავად პირადი ინფორმაცია ამერიკელების. ეს TikTok-ი როგორც ყველა სხვა ტექნოლოგიური კომპანია ძალიან დიდი რაოდენობით პირადი ინფორმაციას აგროვებს. და ამ ინფორმაციის დამუშავებაზე იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის შედეგადაც საერთოდ წარმოიშვა ეს საუბარი, რომ იყიდონ, გაყიდონ და ასე შემდეგ. აქ მოხდა ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის პირადი ინფორმაცია დამუშავდება ამ სწორედ ამ ორაკლის კომპიუტერულ ბაზაზე და კი, შეინახება ამერიკაში. აქედან გამომდინარე ეს რისკი, ნუ განეიტოლდა რეალურად ამის გამო დაიწყო ამაზე საუბარი. თუმცა ნახოთ ეს როგორ დამთავრდება. მე ჩემთვის მაინც ეს საინტერესო რამე არის, რომ თუ გახსოვს ცოტა ხნის წინ არ მახსოვს თქვენთან ერთად ვიჯექი თუ გიორგისთან და ზუსტად ერთად ეთერში რუსეთმა რო დაიწყო ინტერნეტის გამოყოფა დანარჩენი სამყაროსთან პროექტს ამუშავებენ, რის შედეგადაც მათი ინტერნეტი იქნება აბსოლუტურად გამოყოფილი. მე მოგისმინეთ, თუმცა ჩვენთან არ ყოფს. და ეს ტრენდი რო აქტიური არის, რომ გამოვყოთ და გავყოთ და ეს იქნება ამერიკული, ეს იქნება ჩინური, ეს იქნება ევროპული, ეს იქნება რუსული. ინტერნეტის სეგმენტაცია ზოგადად ინტერნეტის მთავარი აზრი ის არის, რომ საერთო იყოს და ყველა მოიხმაროს. როგორც კი დაიწყება ციფრული საზღვრები, როგორც კი გაჩნდება, მგონია რომ რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი. აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვლება. ბოლო ამბავი ხელოვნური ინტელექტი უკვე ძალიან დიდი ხანია იყენებენ იმისთვის, რომ სამსახურში აიყვანონ ხალხი. ეს პროექტი დასავლეთში, უკაცრავად, ეს პროცესი დასავლეთში ფაქტიურად არის ავტომატიზირებული. პირველი ეტაპი გასაუბრების თქვენი CV ფასდება ხელოვნური ინტელექტის მიერ. საქართველოში არ მაქვს ინფორმაცია, ხშირად ამას გამოიყენებენ, თუმცა ეჭვმაქვს დიდი კომპანიები ამას გამოიყენებენ. ბუნებრივი არის, რომ აღმოჩნდა, რომ ეს არც თუ ისე მარტივი არის, როგორც ესეთ შეხედვით ჩანს. ხელოვნური ინტელექტი ძალიან ბევრ უკაცრავად კვალიფიციურ ადამიანს, უბრალოდ კვალიფიციური ადამიანი და კადრი მეორე ეტაპამდე არც კი მიყავს, იმიტომ რომ შესაძლებელი არის ერთი სიტყვა ისე არ გეწეროს, როგორც უნდა გეწეროს. ერთი აბზაცი ისე არის, და ამის გამო დაიბლოკოს კვალიფიციური კადრი. იმიტომ რა თქმა უნდა, იმათ აქვთ მითითება, რომ აი უნდა ეწეროს მაგალითად 7 წლიანი გამოცდილება, მაგრამ შეიძლება 6 წლიანი გამოცდილება და ძალიან კვალიფიციური კადრი, ამის გამო ვერც კი ნახოს რეალურმა შემფასებელმა. ვერ ლავირებს ეს AI ჯერ. იმიტომ რომ ეს დაპირებები რაც გვაქვს რომ AI ყველაფერს შეძლებს და ადამიანის შემოსვლებელი არის ჯერ რეალურად საკმაოდ შორს არის იმისგან რომ რეალობა ესეთი დადგეს. ეს და კომპანიები კარგავენ კარგ თანამშრომლებს. კომპანიები კარგავენ კარგ თანამშრომლებს, ამას დიდი კომპანიები, ტექნოლოგიური კომპანიები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ძალიან ბევრი კარგ კადრს კარგავენ. პატარა კომპანიები, რომლებიც ცდილობენ რომ იმპლემენტაცია მოახდინონ ხელოვნური ინტელექტით აიყვანონ კადრები ამ პროექტის და ამ ხელოვნური ინტელექტის მართვას ვერ ახერხებენ და საბოლოო ჯამში მოკლედ ისე გამოდის, რომ ყველა ზარალდება. აქედან გამომდინარე, ძალიან სერიოზულად მინდის იმაზე ლაპარაკი, რომ ისევ ადამიანები ჩაერთონ ამ პროცესში და ჩემი აზრით სწორიც იქნება, იმიტომ რომ ჯერჯერობით მაინც ჯობია რა. ადამიანური გასაუბრება. ადამიანის ბედი წყდება და შენ ამ დროს AI-ს გადაულოცავ ამ უფლებებს მე მგონი ფაქტი სახეზე ის AI და ადამიანს კი არა ისევ AI-ს აიყვანს სამსახურში და ნეპოტიზმი ტექნოლოგიური ნეპოტიზმი სწავლობს რეალურად ეს ხო ახლა პირველი მცდელობებია ასე ვთქვათ მისი აი ამ სისტემაში. ოდესღაც მივა მაგდონეზე დარწმუნებული ვარ, თუმცა ეს ეხლა არ ხდება და ამიტომ ჯობია ისევ ადამიანებს ვენდოთ. თემუკა ძალიან დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო ამბები გაქვს ხოლმე და უსაშველოდ ვლაპარაკობთ მოკლედ ჩვენთან, მაგრამ სამწუხაროდ მოამბის დრო დგება და მადლობა დიდი ნახოთ.